ეს არის ჟასმინი. ჩინური ვარდები. აი რა, ჩინური ვარდებია. რომელსაც უყვარს მზე. ეს არის ღოია, რომელიც გამოიყენება მიწის დამჭერად ტერასული ბაღებისთვის. ჟასმინი. სანტიმეტრში თითო ჩავკრა. ეხა ნახეთ. ვაკვირდებით ლავანდას ამონაზარდებს. გაზაფხულზე არ ვჭრით აი ძილში. ჭრით აი სადაც აი ეს გაშტოებები ეწყება, აი ეს გაშტოებები დააკვირდით დედაცილი, აი თავარი ძილი და მერე აქ გაშტოები და სურნელი აქვს არის. და სხლავთ სადღაც ამასაც ესე 10 სანტიმეტრამდე. 10 სანტიმეტრამდე. ანუ ამას ვეძახით აი გაშტოებისები, ვისაც გაინტერესებთ აგრესიული სხლა. აი ეს ნახეთ არის ძირი, დედა მთავარი ძირი. ამას თავისი გაშტოებები შვილობილი ასე თქვა ტოტები ხო ამოსდის. კი ბატონო. აი ეს სადღაც აი ესე 10 სანტიმეტრზე უნდა გადასცეს. ყველა გაზაფხულზე. ეს არის მარტის დასაწყისში. შემოდგომაზე სუბუქად ვაფორმებთ. შემოდგომაზე ჩვენ აგრესიული იყო ამ გაზაფხულზე. არა, მაგის და ნახე რამხელა ასე არის. და დარგვით როდის ირკვება? შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ჩვენ გაზაფხულზე შემოდგომაზე იმდენი კალმები წავლით ეხლა. თქვენ აი ის წითელი ხერო არის ის რახია? თქვენ ხო არ იცით? ალერგიული არის ეს ლავანდა, თუ იცით? ოღონდ გარდა იყო წავიდით თუ მე წარმოებს ამოწურთ ამის სუმი და ადამიანი ძალიან სიამოვნებაა. მე მოგ და ეს ლავანდა როდის ყვავის? გაზაფხულზე? და წესით არ უნდა ყვაოდეს ახლა ეს ლავანდა. ივნისში. და ეს თესლით მრავლდება თუ ძირით? აი ეხა ამას რო გადაჭრე, აი ამას ხოა. და მე იმას აკალდება. მიწაში დე. ფეს მიწაში იმაში. ეხა არ ვიცი, მაგრამ გაზაფხულზე აი რო გადამსხლავთ ამ. იმ ნასხლს პირდაპირ და მე ჩადებთ მიწაში ძალიან მარტივად ხარ. და რამდენი ხანი უნდას დას? საფრთხეში უკვე ფესვი. მართლა? ერთ თვეში შეიძლება გააჩნია რა ნიადაგში.